იარაღი ამ ბიჭებს შინ სულ სხვა ქვეყანა ხვდებათ. მათი მეზობლები ომის დროს შინის ხდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ, სახლებს იშენებდნენ, ბევრმა სასახლეც კი წამოჭიმა. მხედრიონელებს კი საერთო უმუშევრობის ფონზე 1000 ურჭირთ საკუთარი ადგილის პოვნა. ომმა მათ საკუთარი პროფესიები კი არა, სახელი და გვარიც კი დაავიწყა. ნებით თუ უნებლიეთ, იძულებული არიან საკუთარი თამაშის წესები იმ სამყაროში შემოიტანონ, რომელიც მათ უცხოსავით დახვდათ. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ესეთი კომპანიების შესახებ, სადაც გარემოთ ყველაფერი კარგად გამოიყურება, კომპანიას აქვს შესანიშნავი ლოკაცია, ძალიან კარგი ოფისი, სნექები სამზარეულოში, პუფები შემოსასვლელში, მოსასვენებელი ოთახი, მაგრამ როდესაც თანამშრომელი გარკვეულ პერიოდს ატარებს სამსახურში, ხვდება, რომ გარემო საკმაოდ ტოქსიკურია, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება, ლიდერშიპი არ არის შერჩეული მათი კომპეტენციის გამო, არამედ იმის გამო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ხელმძღვანელობასთან. ასევე აღნიშნულ კომპანიებში ძალიან იშვიათია და ძალიან რთულია სიახლის დანერგვა, ინოვაციის განხორციელება, არ არის აქცენტი გაკეთებული თანამშრომლის კარიერულ განვითარებაზე. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ კომპანიებში არსებული რეალობა არ არის ერთი ადამიანის ბრალი, არამედ ეს არის იმ კულტურული რეალობის ბრალი, რაც ქვეყანაში არის გამეფებული და გავრცელებული. უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ნორმებია ქვეყანაში ბიზნეს მიმართულებით მიღებული და ნორმალიზირებული, ესე ითქვას, რაც რეალურად ხელს უწყობს აღნიშნულ ტოქსიკური გარემოს განვითარებას და შენარჩუნებას. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ მიზეზებზე, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ნორმების დამკვიდრება, შევეხებით საბჭოთა რეალობას, ასევე 90-იანებს, ვისაუბრებ იმ დაშორებაზე, რაც რეალურად არსებობს ახალთაობასა და უფროსთაობას შორის, რეალურად რა პრობლემებია ქვეყანაში ამ მიმართულებით და შევეცდები ორი სიტყვით ავხსნათ, როგორ შეგვიძლია აღნიშნულის მოგვარება. მოდით თემის განხილვა დავიწყოთ საბჭოთა პერიოდიდან. უნდა ვიცოდეთ, რომ საბჭოთა პერიოდის დროს ლიდერებს ირჩევდნენ არა მათი კომპეტენციის ხარჯზე, არამედ იმის ხარჯზე, თუ რამდენად ენდობოდა მათ პარტია. ყველაფერს ხედა, ყველაფერს ვამჩნევ. მათი მისია არა გუნდის ეფექტურად მართვა იყო ან რაიმე ინოვაციის დანერგვა, არამედ კოტების შენარჩუნება, რისკების მაქსიმალური შემცირება და შიშის დანერგვა. აქედან გამომდინარე 70 წლის მანძილზე არსებულმა რეალობამ თავისი კვალი დაამჩნია ქართულ მენეჯერულ მითხოვნებს. ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღნიშნული არსად არ გამქრალა. მან უბრალოდ ტრანსფორმაცია მოახდინა თანამედროვე მენეჯერულ მეთოდიკაში და ამ ელემენტების მოძებნა ქართულ თანამედროვე კომპანიებში თავისუფლად არის შესაძლებელი. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლას შემდეგ ქართული ეკონომიკის დაშლაც მოხდა. 1990-იან წლებში ქართული ეკონომიკა სრულიად დაინგრა. 1990-დან 94 წლის ჩათვლით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 72%-ით გაუფასურდა. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების შორის ყველაზე ცუდი შედეგი იყო. დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, ხელფასები საერთოდ აღარ გაიცემოდა, დაიწყო სამოქალაქო ომი. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა თვითგადარჩენას მიიღო ხელი. თანამედროვე სისტემების დანერგვის მაგივრად, რომლისთვისაც არავის არ ცხელოდა, ხალხმა დაიწყო იმ მეთოდიკის მოშველება, რაც მათთვის უკვე ცნობილი იყო. ძლიერი უფროსი, ოჯახური კავშირები და არაფორმალური პროცესები. ნეპოტიზმი არ იყო სიხარბე, არამედ ის უბრალოდ თვითგადარჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო. მოკლედ, შენენდობოდი შენს ბიზნესს უფრო მეტად, ვიდრე ვინმე უწყოს. ეს ბუნებრივიც იყო და გამომდინარეობდა ინსტიტუტების არასებობიდან. ხშირ შემთხვევაში 90-იანებში ხელშეკრულების დიდი ნაწილი არაფორმალურად იდებოდა, ან საერთოდ არ იდებოდა. მოკლედ რომ ითქვას 90-იანება ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა ქართული ბიზნეს განვითარებაში. ხოლო 2000-იან წლების დასაწყისში, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ, ქვეყანაში ძალიან ბევრი რეფორმა გახორციელდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
შემცირდა ბიუროკრატიის დონე, გამარტივდა უძრავი ფონების რეგისტრაციის პროცესი, აღმოიფხვრა კორუფცია, უზრუნველყოფა მოხდა ბიზნესის ხელშეუხებლობის, ასე თუ ისე. დღესაც კი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში თუ არ ვცდები მე-7 ადგილს იკავებს. მაგრამ აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად საქართველოში სოციალური და კულტურული ნორმები თითქმის იგივეა, რაც იყო 20 და 30 წლის წინ. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ისე იმართება, როგორც რამოდენიმე ათეული წლის წინ. წინა ვიდეოში ვისაუბრე არსებობს ესეთი მეცნიერი ჰოსტედე, რომელმაც შექმნა ეგრეთ წოდებული კულტურული განზომილებები, სადაც ნათლად არის გამოხატული ქვეყანაში რა კულტურული ტენდენციები არის განვითარებული და დამკვიდრებული. დღეს გამოყოფ ორ კულტურულ განზომილებას, ეგრეთ წოდებულ განზომილებას და ვიტყვი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ განზომილებების არსებობას და ინდექს ჩვენს რეალობაზე. პირველი არის ძალაუფლების დისტანციის ინდექსი. მარტივად რომ თქვა, ეს ინდექსი ასახავს თუ ქვეყანაში როგორი მიდგომები არის ძალაუფლებისა. მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც ძალაუფლების დისტანციის ინდექსი არის მაღალი, როგორც საქართველოა, ხელმძღვანელობას, უფროსობას ან რაიმე თანამდებობაზე მყოფ პირს, რომელსაც გარკვეული ძალაუფლება გააჩნია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ანუ მის აზრს, მის პოზიციას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უსათნოესმან და უკეთილესმან რომელარს არ ქიფო. მაგალითად ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ისევ და ისევ ფასდება ძლიერი უფროსის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს ხშირად ტოქსიკური უნარების წინა პლანზე წამოწევას, განპირობებული აღნიშნული ინდექსით. ასევე საქართველოში ჰოსტედებს შეადარა ქვეყნებში კოლექტივიზმის და ინდივიდუალიზმის დონე. ჩვენ და გასაკვირად და ბევრს დღესაც ესე გონია, რომ საქართველო ლიდერების ქვეყანაა და საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინდივიდუალიზმს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღმოჩნდა, რომ ეს არის პირიქით. საქართველო უფრო კოლექტიური ქვეყანაა. რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის ინსტიტუტს, მეგობრებს, ნაცნობებს და ზოგადად კოლექტიურ აზროვნებას უფრო დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე ინდივიდუალიზმს. რადგანაც, როგორც აღნიშნე, აღნიშნული აზროვნებით ქვეყანა და ხალხმა წლების მანძილზე თუ არა საუკუნეების მანძილზე შეძლო თავის გადარჩენას ჩანერგილი იქნა დნმ-ის დონეზე ქართული ადამიანის ბუნებაში და რისი ცვლილება და შესვლაც ესე მოკლე პერიოდში ვერ მოხდება. აი მაგალითად გერმანიაში და დასავლეთ ქვეყნებში კოლექტივიზმის დონე საკმაოდ დაბალია. იმის და მიუხედავად რომ აღნიშნულ ქვეყნებში საკმაოდ ძლიერი სოციალური პოლიტიკა არის გატარებული. შეგვიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანო და ვისაუბროთ თუ სხვა რა კულტურული ნორმებია დამკვიდრებული, რაც რეალურად ქმნის ტოქსიკურ განემოს ორგანიზაციებში. მაგალითად, ფავორიტიზმი საქართველოში სამწუხაროდ ორგანიზაციებში მიღებულია. ისეთი ადამიანის შერჩევა გუნდში, რომელიც განსაკუთრებით გამოხატავს ლოიალურობას და არ გამოირჩევა მისი უნარებით და ხდება ესეთი პიროვნების წახალისება. ხოლო მის კომპეტენციას და სკილებს ნაკლებად უყურებს ხელმძღვანელი, მისთვის მთავარია აღნიშნული პირი იყოს სანდოობით გამსჭვალული. როგორც ახსენე, საბჭოურმა ორგანიზაციულმა მეთოდიკამ დღეს თანამედროვე რეალობაშიც შეძლო თავის გადარჩენა და ის გამოთქმა, რომ ნდობა კარგია, მაგრამ კონტროლი უკეთესი, დღესაც ცოცხლობს. უნდა აღინიშნოს, რომ იმის და მიუხედავად, რომ კულტურული ნორმები მოსახლეობის დიდ ნაწილში ისევ იგივე არის, რაც იყო 2000-იან წლების დასაწყისში, 90-იანებში და 80-იანებში, ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით ჯენზი, აღნიშნულს არ ეგუება და მიზეზი თუ რატომ ტოვებს ახალგაზრდობა, განსაკუთრებით ჯენზი დღეს ქვეყანას, არის ეს, რომ ისინი ვერ ეგუებიან არსებულ რეალობას. ძალიან დაბალ ანაზღაურებასთან ერთად, ორგანიზაციები მათ არ თავაზობენ ისეთ ღირებულებებს, რაც მათთვის არის მისაღები. მაგალითად, ხშირი უკავშირი, პატივისცემა და ასევე მიზანზე ორიენტირებული, ეგრეთ წოდებული დავალებაზე ორიენტირებული მიდგომების არარსებობა. ფაქტი, რომ აღნიშნული რეალობაა და დღეს უკვე სახეზე გვაქვს თაობათა დაპირისპირება, რომელიც ძალიან ბევრ რამეში გამოიხატება, მეტყველებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წელს თითქმის 160,000 ადამიანმა დატოვა ქვეყანა, აქედან 70% წარმომადგენელი სწორედ ჯენზი იყო, რაც რეალურად
კრიტიკული არის ქვეყნის, რადგან სწორედ ეს თაობა არის ესეთ ქვეყანაში ინოვაციების და სიახლის შემქმნელი, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს იძახის. ხშირად მსმენია არგუმენტი. აი, იაპონელები საკმაოდ კონსერვატიულები არიან, იაპონიაში საკმაოდ კონსერვატიული მიდგომა, მენეჯმენტის მხრივ პატერნალისტული მიდგომები საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ჩვენ გავუწმო მთავარი. როდესაც ჩვენ მოყავს იაპონიის მაგალითი, უნდა გავიხსენოთ, რომ იაპონიაში მიდგომა ორმხრივი არის. თუ ლიდერი ვერ ასრულებს თავის დაკისრებულ უფლებო მოვალეობას, იგი უსიტყვოდ ტოვებს თანამდებობას და მას გააჩნია საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ხოლო საქართველოში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც თანამშრომლის უფლება აშკარად ირღვევა და ლიდერი და ხელმძღვანელი ამაზე პასუხისმგებლობას საერთოდ არ იღებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პრობლემა და აღნიშნული ნორმების არსებობა გამოიხატება ციფრებშიც კი. თუ არ ვწდები დაახლოებით $8 ტრილიონ-ზეა საუბარი, რაც ასახავს იმ ზიანს, რასაც ტოქსიკური მენეჯერული მიდგომები აყენებს კომპანიას გლობალურად. ანუ გამოდის, რომ თუ ორგანიზაციაში საკმაოდ გავრცელებულია ტოქსიკური მენეჯერული პრაქტიკები, კომპანია ვერ შეძლებს გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვას, რადგანაც იქ თანამშრომელი უბრალოდ დიდი ხნით არ გაჩერდება. გასაგებია, დღეს ტრენდულიც გახდა სამსახურის ხშირად ცვლილება, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის კომპანიები, სადაც ტოქსიკური მენეჯერული მიდგომებია, ვერასდროს ვერ დასახავს გრძელვადიან სტრატეგიას და ვერასდროს ვერ იქნება ორიენტირებული განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, რომ თუ ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ რეალურად ძლიერი კომპანია, რომელიც გლობალურად გაუწევს კონკურენციას სხვადასხვა წამყვან კომპანიას, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან კარგი საკადრო პოლიტიკა. ასევე ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმ ინსტიტუტებს, იმ კანონმდებლობას, რაც ქვეყანაში არსებობს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კანონის გვერდით თავლითაც განვახორციელოთ რაიმე ოპერაცია, ან უბრალოდ თავი გავართვათ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებულ პრობლემებს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ რეალურად კანონმდებლობის დაცვა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობა შევქმნათ საერთო ფონი და მოვახდინოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ის კულტურული ცვლილებები, რაც ისე გვჭირდება ჩვენ ქართველებს.